მოგესალმებით ჩემო ზრფასებო და ჩემო კარგებო, ჩემო მშვენიერებო. დღეს ჩვენი ტრადიციული გაშლა, კვირის პროგნოზი, მაგრამ ცოტა სხვანაირად მომინდა რომ გამეკეთებია, სხვა ფორმატში, ანუ ვნახოთ სამყაროს რა გეგმები აქვს, რა მიდის, რა მოდის, ხო? აი ისეც ვნახოთ, ანუ თითქოს აი რაღაც ეს ორი გაშლა გავაერთიანოთ, ხო? ვნახოთ, რა თქმა უნდა, იქნება სიგნიფიკაცია, ანუ ამ სიგნიფიკაციას თქვენ მიხვდებით, რომ ეს არის თქვენი გაშლა და თქვენ უნდა ნახოთ ეს ინფორმაცია, რომელიც მოდის თქვენთან. შემდეგ ცოტა შეიძლება დრო დამჭირდეს ახლა რომ სანამ დავალაგო. აი ასეთ ფორმატში გავაკეთებ ახლა მე. რა ახლა მიდის, так, რა მიდის, რატო ვთქვი? ნუ კაი იყოს. რადგან წამოვიდა ეგეთი ინფორმაცია, იყოს რა მიდის საერთოდ, ოკეი. რა მიდის და მე ახლა თქვენი ენერგია ვნახოთ ახლა მე. კაი, კი ბატონო, იყოს ასე. так, ეს ასე. ახლა ეს ვნახოთ უკვე რა მოდის. რა, ჩემი ფავორიტი. სუფის ტარო. ვნახოთ ახლა რა მოდის. რა მოდის ამ კვირაში. რა მოდის ამ კვირაში. так, შემდეგი. ჩვენ გვაქვს აქ ესე იგი საქმიანობა, კარიერა, სწავლა, ვის რა გაქვს, აქ უნდა ვნახოთ რა. რა მიდის. რა მიდის. ვნახოთ ახლა. რა მიდის. так, შენ აქეთ ასე რაღაც. так, დღეს რაღაც უცნაურობები მჭირს, კაი, ოკეი. მე ტარო რაღაც უცნაურად მაშლევინებს, ნუ ოკეი. მე ვენდობი ტაროს. так, ვნახოთ ახლა, ანუ რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა მოდის, ხო? რა მოდის, ვნახოთ. რა მოდის. კარიერა. საქმე, ბიზნესი, ვის რა გაქვს, ფინანსები, ой, მოდი ახლა. так, რა მიდის აქედან? და რომ დაინახოთ მე კარგად, ურთიერთობაზეც იგივეს ვიზავთ. так, ფინანსები, რა მიდის? ეხლა მინდა რომ გითხრათ კიდე რომ როგორც გითხარით, ახალი არხი უნდა გავაკეთო, მე ლინკი იქნება აუცილებლად. სადაც იქნება მოკლი გაშლები. აი იმათი ისიც უყვარს, შეიძლება უცბად პასუხების მიიღება, იმიტომ რომ აქ ამ არხზე გვაქვს ჩვენ გრძელი გაშლები და იქ იქნება ძალიან მოკლი გაშლები. სხვადასხვა თემებზე. მე ლინკს დავდებ და გეტყვით. რა მიდის ფინანსურ თემებში? так, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება, რა მოდის. ეხლა გადახვევა შეგიძლიათ, მაგრამ სანამ ვამზადებ, მაგრამ რა არის იცით, მე როცა ვემზადებით, თქვენ ვინც აქ ხართ ჩემთან სივრცეში, აქ უბრალოდ თქვენი ენერგია ჩაიდება, როცა ვჩეხავ რა, ახლა თქვენთვის ვაკეთებ, ამიტომ როგორც გინდათ პრინციპში. რა მოდის, რას უნდა მივაქციოთ ყურადღება. დედა, რანაირად მოდის ეს ყველაფერი? რა ხდება? ფულთან რა ხდება? ღმერთო ჩემო, ნუ რაღაც საინტერესო. так, ურთიერთობა, რა მიდის? დღეს დასტებმა როგორც ყოველთვის პრინციპში თვითონ მოითხოვეს, რა მიდის? და ეს გაშლაც ახლა თავისით მომივიდა. так, რა მოდის? დიდი ხანი ერთი ამისი ორიგინალიც კიდე მინდა ვიყიდო. ძალიან მიყვარს ეს დასტა, მაგარი პლეკები იმდენად არ მიყვარს. так, რა მოდის? всё, დავიწყოთ. так, აქ ჩვენ ეს აქეთ ეს კარიერა. так, აქ სიგნიფიკაციაში რა მიდის გვითხრეს, ხო?
Так, ну ჩემო სიხარულებო, ვინც ეხლა თქვენ გადაწყვეტილება მიიღეთ იმაზე, რომ თქვენ ეხლა ურთიერთობას ასრულებთ, ეს სიტუაცია უკვე თქვენ აი ნუ მიდის, აქ რაღაცა გადაწყვეტილება თქვენ მიიღეთ, თქვენ რაღაცას ნახეთ შინაგანად შეიძლება გქონდათ რაღაც ბრძოლა და ფიქრობდით, რომ აი რა გავაკეთო, ეს დაუშვათ, შეიძლება აქ ნახეთ პირველი ვარიანტი შეიძლება იყოს აქ იმათვის, ვინც დაუშვათ მამაკაცთან დაასრულა ურთიერთობა და თქვა რომ, ნუ მაგრამ გქონდათ მერყეობა, რა ვიცი, დავასრულო, არ დავასრულო, აი რომ მოვიდეს, რომ გამოჩნდეს და ასე შემდეგ. აქ იღებთ თქვენ უკვე გადაწყვეტილებას, რომ მორჩა. ვიღაცა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ანუ ეგეც მერყეობის თემა გქონდათ, მაგრამ მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ მე ეს სამსახური უნდა დავტოვო, მორჩა. მე ან დაუშვათ, ნუ ეს სამსახური კიდე რა მიდის მერყეობა იმაში, რომ მე მინდა ამ საქმით ვიყო დაკავებული, მე მივიღე გადაწყვეტილება, მე შეიძლება დიდი ხანია ვფიქრობდი, მაგრამ აი ეს რაღაცა ახალი, რაღაცა ინსაიტი, რაზეც მოგივიდა და შეიძლება ფიქრობდეთ, მაგრამ ვერ იღებდეთ გადაწყვეტილებას, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ მე უნდა თქვა დაუშვათ ახლა ეს ახალი თემა დავიწყო რა, მუშაობა დავიწყო რაღაც ახალ თემაზე. აქ არის როგორი მომენტი, ისეთ რა მიდის და ის მერყეობა, რომელიც თქვენ გქონდათ და იმიტომ რომ უკვე მე-6 ენერგიაში გადახვედით, აქ უკვე რა თქმა უნდა, მიღება არის აი ისეთი რომ მორჩა რა, ანუ აქ დავასრულე ურთიერთობა, საქმიანობა, ანუ რაც მე მაწუხებდა. აქ თქვენ გაიმარჯვეთ, გაიგეთ რა ხდება. ნუ ეხლა სიგნიფიკაციაზე კიდე, ნუ კი ბატონო. კი ბატონო, აი всё, აი რაც გითხარით რა. რომელიც მქონდა, აი აგერ არის. რომელიც მქონდა, მე თქვათ ეხლა სანერვიულო რაღაცა თემები, მე ეს დავასრულე. მე აღარ ვნერვიულობ, მე უკვე მივიღე გადაწყვეტილება. და აქ არის აი სასიხარულო, კარგად ხართ რა, მე ვერ ვიტყვი რომ აქ თქვენ ძალიან ცუდად ხარ, შეიძლება დაუშვათ ახლა აი ეს მერყეობა ხო ხდებით, დაასრულეთ ამ მერყეობით, შეიძლება თქვენ დაუშვათ ახლა კაი დრო გაატარეთ, კაი ადგილზე სადღაც იყავით. ან ისეთი წრე ყავთ, თქვათ ახლა მეგობრების, რომელმაც თქვენ მოგცათ ეს მხარდაჭერა, რომ დაუშვათ აი ან დაუშვათ გადაერთეთ რამე თემებზე და აი ის გქონდათ რაღაცა მომენტები, მაგრამ ნუ აქ გაიმარჯვეთ, всё, აქ даже მეტი არც მინდა რომ თქვა, ვიღაცა მოერია რაღაც შეიძლება აი თავის თავში რაღაც მომენტებს, ხო? კიდე აქ შემიძლია ვთქვა, ერთი კიდე ნახეთ, შეიძლება თქვენ მიიღოთ გადაწყვეტილება აი აქ ახალი, თქვათ ადამიანის შემოშვებაში, თუ სწორად ვამბობ, თქვენ ცხოვრებაში, შეიძლება დაუშვათ ამბობდით უარს, რომ თქვათ არ ვიცი, თქვათ, ნუ მარტო იყავით რაღაც აი ხანი და აი ახლა გადაწყვეტილება მიიღეთ, მე მზად ვარ, მივიღო უკვე თქვათ ახალი ადამიანი, შეიძლება აქ გქონდათ დაუშვათ, რომ ზოგი შეიძლება ელოდებოდა და ბრუნდება, არ დაბრუნდება, რა იქნება, თქვათ, ნუ, მაგრამ უკვე მიიღეთ გადაწყვეტილება, რომ როდემდე რა, ანუ მოერიეთ ეს მომენტი, რომ და მზად ვარ, всё, მე მივიღო ახალი ადამიანი. დაუშვათ ჩემ ცხოვრებაში, იმიტომ რომ ნუ აი ეს უკვე აი აქ რაღაცა შეიძლება ინსაიტი დაიჭირეს, შეიძლება მიხვდეთ რომ თქვენთვის ეს უფრო კარგია ვიდრე იჯდეთ და ელოდეთ იმ ურთიერთობას, რომელიც თქვათ უკვე ნუ უნდა დასრულდეს სიტყვაზე ვიღაცა, შეიძლება გამოვიდეს ამ კუთხედიდან, არ გამიკვირდება, იმიტომ რომ შეიძლება თქვენ დაუშვათ ახლა გქონდათ ეს მომენტი, რომ დავასრულო, არ დავასრულო. რა ვქნა, ახლა მივცე კიდე ერთი შანსი თუ არ მივცე ეს ერთი შანსი კიდე, მაგრამ მე უკვე შეიძლება აი აქ მოხდა რაღაც მომენტი, რომ თქვით, რომ არა. აღარ მინდა, მორჩა, მე მივდივარ და ახალს ვირჩევ. აი ეგეთი ენერგიები არის აქ. ნახოთ ახლა რა შემოდის, ხო? რა ენერგიები შემოდის ამ კვირაში უკვე. შეხედეთ. შეხედეთ. Так, ჩემო საყვარელებო, ჩემო კარგებო, ნუ ბიჭებო, თქვენთვის უეჭველი თქვენ ახლა შეიძლება აქ ვიღაცას გაიცნობ ძალიან მაგარი ქალს, აი ძალიან მაგარი ქალს, გაცნობა მოხდება. ეს შეიძლება სამსახურში მოხდეს, გოგოებო, თქვენს პრინციპში იგივე შემიძლია გითხრათ, რომ უბრალოდ ბიჭებიც ვიცი რომ იყურებენ. აქ თქვენ შეიძლება მოხდეს რაღაცა შეხვედრა, ახალი გაცნობა.
თან რა საინტერესო არის აქაც ექვსი, ну კაც. ანუ ახალი გაცნობა შეიძლება ეს მოხდეს სამსახურებრივ თემებში, აი დაუშვათ სამსახურში გაიცნობთ, ან შეიძლება თქვა სადღაც ისეთ აი, ну სავანტყოფოში ჯვარი გწერეთ, მაგრამ ну დაუშვათ ან მუშაობთ, ან თქვა რამეზე თქვა მოგიწიეთ, იმიტომ რომ ახლა პრინციპში შეიძლება რომ ის ციცე ამაგასაც აჩვენებდეს. შეიძლება იყოს აქ ისეთი მომენტი, რომ ეს გაცნობა მოხდეს რამე ისეთი აი სახელმწიფო სწორედ თუ ვამბობ რა, ღმერთო ჩემო, შენობებში რა. ხო და ანუ სადღაც გაიცნობთ, შეიძლება თქვა. დальше, კიდე აქ შეიძლება გქონდეს დальше ხო და ხან რუსულად, ხან ქართულად გესაუბრებით. კარგი, თქვენ ქართულს მასწავლეთ, მე რუსულს. ხო და ეხლა ნახეთ კიდე ჩემო სიხარულებო, აქ არის ძალიან კარგი აი თითქოს, როგორ იცით, აი სამყარო თითქოს გიმზადებთ თქვენ ისეთ რამის, ისეთ ახალს, რასაც თქვენ დაიმსახურეთ. მიხვდით, თქვენ რომ მიიღათ აი აქ რაღაც გადაწყვეტილება, ნახეთ, აი სამყარომაც თქვა რომ კი ბატონო, უკვე აი რა ვიცი, რაღაც გიმზადებ კაის, მზად ვარ რომ მოგცე ეს კარგი, რაც შენ დაიმსახურე, იმიტომ რომ შენ აქ რაღაცა გააკეთე მნიშვნელობა. მოდით ახლა აქ რო არ ვივარაუდოთ, ვნახოთ, ბევრი გვაქვს, კიდე ჩვენ აქ სასიამოვნო ინფორმაცია. რა მიდის ახლა თქვენ დაუშვათ კარიერაზე, ხო? და ეს ცოტა აქეთ გავწიოთ. კარიერაზე რა მიდის. ეხლა ნახეთ, თუ დაუშვათ, თქვენ გქონდათ რაღაცა ესეთი მომენტი, რომ იყო ცოტა სტაგნაცია რა. აი ასე რომ ვთქვათ, რომ საქმე არ მიდიოდა. ну შეიძლება თქვენ სადმე დაუშვათ დასასვენებლად ეყავით, შეიძლება ვთქვათ, ну ვერ ან ისედაც რაღაც, აი ვთქვათ, ყველაფერს ვაკეთებდი, მაგრამ ცოტა ეხლა რო ვთქვა, ისე იყო როგორც მე მინდა, არა რა, ცოტა სტაგნაცია იყო. ეს სიტუაცია მიდის. მიხვდით? ანუ აქ ხო გითხარით, რომ შეიძლება ზოგი მართლა სამსახურსაც ტოვებს, ან შეიძლება რაღაც სხვა ეტაპზე გადადიხართ. ესაც მაგასაც არ გამოვრიცხავ, რომ აქ ეს მიდის თქვენი აი ის გაურკვევლობა. მიხვდით ხო? აი აქ ფიქრობდი, რა გავაკეთე, როგორ და ამიტომ აქ მაჩვენებენ, რომ ეს სიტუაცია ანუ ძალიან სწრაფად მიდის თქვენიდან ნერვიულობა თქვენ სამსახურის თემაზე, იმიტომ რომ შეიძლება ზოგი თქვათ ფიქრობდა, რომ ეს სამსახური შევინარჩუნო, ну არის ზოგჯერ ესეთი მომენტი, როცა დაუშვათ ადამიანს აქ რაღაცა სტაბილური თემა, ხო? აი სტაბილური სამსახური და ფიქრობს, რომ აქ რაღაც თანხას მაინც ვიღებ და ეს ხო ჩვენი ხარჯები გვაქვს სულ ყველას, მაგრამ არის ძალიან კარგი მომენტი, როცა ჩვენ კი ნერვიულობთ მაგაზე და ჩვენ კი ეს არ მოგწონს, თქვა, დაუშვათ უცბად მოგიწიათ სამსახურიდან წამოსვლა. ან თქვა გაგანთავისუფლეს, ან ну რაღაცა მოხდა. ისეთი, რომ ჩვენ არ ვაპირებდით, მაგრამ უცბად მოვარდა ეგ სიტუაცია და შენი თქვა იქიდან, სადაც უკვე აწყობილი ყველაფერი ქონდა, უკვე მაგრამ არ მოგწონდა მაინც, ხო? გიწევს წასვლა. ეს კარგი არის, იმიტომ რომ მე აი ეს ტუზი აქ რო არის, ის მე მადლობას კიდე იტყვით მე თქვენ შემდეგში იმ სიტუაციას, რომელიც ხდება, რომ თქვენი ცხოვრება ამით შეიცვლება, იმიტომ რომ ცხოვრება ჩვენ გვაძლევს ამ ბიძგს ყოველთვის, რომ ჩვენ განვითარებისკენ რა. კი, ეს დისკომფორტი შეიძლება გვაგდებს იმისათვის, რომ ჩვენ რაღაცა გავაკეთოთ ახალი, იმიტომ რომ სული უნდა განვითარდეს, აქ არ მოვიდა არავინ, რომ იჯდეს მარტო კომფორტის ზონაში, ხო? და ამიტომ აქაც არის ესეთი მომენტი, რომ პრინციპში თქვენ ისედაც ეს სიტუაცია გაწუხებდათ, რომ თქვათ, არაფერი ისეთი არ იყო, როგორც თქვათ, გინდოდათ და ამიტომ აი აქ არის მომენტი, რომ თქვენ აი თითქოს სწრაფად გადიხართ რა აქედან. ну ნახოთ მაშინ რა შემოდის, ხო? რა შემოდის? აი კიდე ტუზე, რა გითხრათ. იგივე, აი რაც გითხარით, მე თქვენ ნახეთ როგორი სიგნიფიკაცია, ისე აქ გაგრძელება მიდის ამ სიტუაციიდან. ესე იგი, თქვენ გამოდიხართ რაღაცა სირთულეებიდან, შეიძლება ხო გითხარით ვიღაცამ დაისვენა, დაბრუნდა და ეხლა იწყებს უკვე საქმეს რა. всё, მე მზად ვარ, ახალი ინსაიტები მაქვს,
მზად ვარ. შეიძლება გადადის ვიღაცა ძველი სამსახურს ტოვებს, აი როგორც თქვით აქაც ჩვენ და ახალი რაღაცა ეტაპს იწყებს. ნუ აქ ყოველ შემთხვევაში რაღაცა სირთულეები, რაღაცა პერიოდი დასრულდა. და თქვენ აი აქ თითქოს რაღაცა თუ იყავით დაღლილი, თუ იყავით აი რაღაც ახალი ენერგია შემოდის. მიხვდეთ, აი დავისვენე და ახალი ენერგია შემოდის, ხო ხტებით რა? და ამიტომ აქ დასვენება ისეც გჭირდებოდა და თქვენ პრინციპში ახლა კიდევაც დაისვენეთ, რო თქვათ რა. ნუ აი ესეთი მოდის ენერგია აქ. ხო და ზოგი შეიძლება სამოგზაუროთ იყო წასული დაბრუნდებით, მაგრამ არა აქვს მნიშვნელობა, აქ იმისი თქმა მინდა, რომ თქვენ აქ ეხლა უკვე ამ კვირაში რაღაც ახალი ინსაიტები მოგივეთ, ახალი ენერგია შემოვიდა, ახალი ანუ ქმედება, ანუ მინდა და სხვათა შორის ვიღაცას даже შეიძლება დაწინაურებაც მიიღოს, ვთქვათ, რომელსაც თქვენ დიდი ხანი ელოდით. გაიგეთ? დიდი ხანი ელოდით, ვთქვათ, დაგაწინაურებენ რა, ეგაც არ არის აქ გასაკვირი. მაგრამ ყოველ შემთხვევაში ის რომ თქვენ თუ იჯეკეთ ხა ესეთ თემებში რომ აი ვთქვათ, ნუ აი აქ даже უფრო იმათთვის იქნება ეს გაშლა, ვინც მართლა დიდი ხანი იყო რაღაც სამსახურზე, რომელიც მართლა უკვე ანუ აი ძალიან ну эти დაიგივე რა და უკვე ეს არ მოგწონდა და ის სულიერად რაღაცა ну კიდე მინდა რაღაცა კიდე მინდა აი აქ შემიძლია რომ ეს იქნება მე ხა ენერგიებით გელაპარაკებით თქვენ თვითონ ეხლა თქვენ სიტუაციას მიარგეთ ახლა ну რა თქმა უნდა ეს არის საჯარო გაშლა ამიტომ მე აქ გეუბნებით უფრო ენერგიებით თავისთავად რა თქმა უნდა ხო შემდეგი ვნახოთ ეხლა ჩვენ უკვე ფინანსები ხო აქ ფინანსებში რა ხდება რა მიდის აკაც ნახეთ რა ხდება, რო გითხრათ, რომ პრინციპში რა მიდის, ნახეთ ახლა. პენტაკლების 6-იანი. ნახეთ რა საინტერესო რაღაცა მიდის. შეიძლება ნახეთ, აქ даже ვეტყოდი, რომ რო გითხრათ, რომ ცუდად იყავით, არა. მაგრამ მაინც შეიძლება თქვენ უფრო მეტად ელოდებოდით რაღაცა შემოსავალს, ნახეთ, რა ხდება. ანუ კი ვიყავი კარგად, მაგრამ უფრო რაღაცა, ну, ვერ ვეტყვი, რომ აქ რაღაცა ცუდად იყავით, რა ვქნა, ვერაფრით ვერ ვეტყვი, მაგრამ აკაც პენტაკლების 6-იანი, აკაც არის პენტაკლების, რა ქვია, 6-იანი. ანუ ნახეთ, როგორც თქვით, რომ შემოდის. აი აქ ეს ანუ როგორ არის აქ უკვე გვაჩვენებენ რომ ის იქნება შემოსვლა ხო ხდებით რა დაიმსახუროთ თქვენ და აქ გვაჩვენებენ რომ შენ რაღაცას ელოდებოდ დაუშვოთ თქვენ ელოდებოდეთ რამე თანხას თქვა შორი გზიდან დაუშვოთ შეიძლება თქვენ დაუშვათ ეხლა აი ეს აქ თითქოს რაღაცა ლოდინი მიდის მიხვდეთ ანუ ესე იგი შეიძლება თქვენ აკეთებდეთ რამე მედიტაციებს აფირმაციებს ხო ანუ თქვენ იყავით აი ნახეთ როგორ არის პერიოდი როგორი მიდის პერიოდი როცა ადამიანი რაღაცას აკეთებდა მაგრამ აკეთებდა რას კიდევაც გეუბნებით მედიტაცია ფულის მედიტაციები ну რაღაცა კარგი რიტუალები თქვა დაუშვათ ხო ზოგი შეიძლება თქვა მადლიერების თქვა დღიურში რაღაცას წერდა რაც ეხებოდა ფინანსებს ხო ხდები და მაგრამ თქვენ ელოდებოდით როდის შემოვა ეხლა ეს რასაც მე ვწერდი ხო იმიტომ რომ ჩვენ რო ვწერთ ეხლა მე გასწავლეთ თქვენ თუ არა TikTok-ზეც მაქვს შეწერილი აკაც ნუ შემოსწავლებს ხო სულ ვასწავლე ამ რაღაცებს რომ ანუ ეს ისეთი ენერგია როცა უკვე რაც მე მინდა მივიღო მე ვწერ უკვე მადლიერების წერილს იმიტომ რომ მე უკვე სამყაროს ვუცხადებ იმ მადლობას რომელიც თქვათ მე უკვე მზად ვარ ეს მივიღო იმიტომ რომ მე ვგრძნობ ჩვენ ერთი და იგივე არ შეიძლება რომ გვინდოდეს ფულიც რო გვინდა ზოგს უნდა 10 ლარი რო შემოვიდეს და ბედნიერი იქნება ზოგს უნდა ზოგს ახლა მილიონი რო შემოვა ისეც არ ყოფნის ნუ არ ყოფნის რა შეიძლება უფრო მეტი ამბიციები აქვს იმიტომ რომ ეს მილიონი ამისი სულ არის და ეხლა მეტი უნდა სიტყვაზე მე აქ ახლა არ არის ხო კიდევაც ვამბობ ახლა ინდივიდუალური კონსულტაცია ამიტომ მე კიდევ და კიდევ, იმიტომ რომ ზოგი ახლა ვერ ხვდება, შეიძლება თქვათ, რომ მეც ვერ ხვდები ხოლმე, რატომ წერენ ზოგი, რომ აი თქვათ, არა, ჩემი რაღაც, ну ეს შვიათად არის, მაგრამ ну საჯაროში ახლა მიხვდეთ, ხო? Так, всё. ანუ ესე იგი, რასაც თქვენ ელოდებოდით,
აი ეს სიტუაცია მიდის. გაიგეთ თქვენ, ანუ უკვე ლოდინი მიდის, აქ ვაჩვენებენ რომ უკვე მოდის. მიხვდეთ, დაიმსახურე, მოდის. აქ ვაჩვენეს რომ ეს მიდი, ანუ აქ ვაჩვენებენ რა მოდის, ხო? აქ ექსიანი, აქაც ექსიანი. ნუ ვნახოთ ახლა კიდე რა მოდის, ახლა ეს ახლა რა მოდის. აქ იმდენი კარტი გამოვარდა რომ ვინმე გენაცვალე თქვენ. ნუ აქ ახლა ბევრი რაღაცა ალბათ ვარიანტი წამოვა, რა ვიცი, ანუ ნახოთ. Так, ახლა ესე იგი შეხედეთ რა მოდის. ესე იგი, თქვენ ვინც მართლა დაუშვათ, აკეთებდით ამ ყველაფერს, როგორც გითხარით, აი ეგრევე ყველა მაგას მაჩვენებს რა, და რომ რაც მე აქ ვთქვი, რომ მიდის ლოდინი და ანუ შეიძლება თქვენ ფიქრობდეთ, რა ვიცი, მე კი ვწერ, მაგრამ სიტყვაზე მე კი ვაკეთებ რაღაცას, მე კი ველოდებ, მაგრამ ჯერჯერობით ვერ ვხედავ. კი ბატონო, მოვა, აქ შეიძლება დაუშვოთ თქვენ ვიღაცას ჭირდებოდეთ ფული თქვათ იმისთვის, რომ ნუ რაღაცისთვის, მოდეთ ასე ვთქვათ, არ მინდა ზოგს სწავლისთვის თქვათ, ზოგს თქვათ თავისთვის, ზოგ შეიძლება შვილისთვის, ხო? შეიძლება ოჯახში გქონდათ გასაგზავნი თანხები და არ გქონდათ ეს თანხები, ელოდებოდეთ რამე თანხას, ხო? იმედს არ კარგავდით, მაგრამ დიდი ხანი გავიდა შეიძლება, ხო ხტები და უკვე იმედი შეიძლება არც გქონდათ, მაგრამ ეს თანხა მოვა და გახარებული ხარ და უგზავნით იმ თქვათ თქვენს ნუ ახლობლებს დაუშვოთ ვისაც უნდა თქვათ ეს გზავნილი და გქონდათ ეს პრობლემა სიტყვაზე, ხო? აქ არის სიტუაცია, როცა რაღაცა იცვლება გეუბნებით, აქ საგვარეულო შეგისმინათ, აქ იცვლება თქვენი საერთო ფინანსური მდგომარეობა საერთოდ, აი ისე იცვლება, რომ რა გითხრათ. ვინც დაიწყო აქ ისე რა ქვია, თავისი ახალი სამსახური, რაღაც ხო ახალზე გვეუბნებოდა. ცოდნა თუ მიიღეთ რამე, ხო, ახალი. ვინც არიან ჩემი ყურუმები, ხო, ყველა ვარიანტში იქნებით ძალიან კმაყოფილები, იმიტომ რომ აქ ფინანსური მდგომარეობა თქვენი იქნება ძალიან მაგარი. პლუს კიდე აქ ნახეთ, ფული შემოდის, ფულის ნაკადი, რომელიც შეიძლება იყო, თქვათ, აი დაუშვოთ, ნუ გქონდათ რაღაცა ხარჯები, ხო? აქ თქვენ თითქოს ისწავლით იმას, რა ქვია, ის სიტუაცია, როცა თქვენ დაუშვათ ახლა ფული მოდიოდა და თქვენ ხარჯავდეთ, მარტო თქვათ, ხო? აქ თქვენ სიტუაცია იცვლება, იმიტომ რომ თქვენ შენარჩუნებას სწავლობთ. ჩანს მე მგონი, კარგად იმედია. შენარჩუნებას სწავლობთ თქვენ. და აქ არის როგორი მომენტი კი ზოგისთვის სხვათა შორის შეიძლება სიტუაცია როგორი იყოს, იცით? აი აქ გზავნილებზე თუ ვინმე გზავნილებსაც შეიძლება მიიღებთ თქვენ, აი აქ გზავნილებსაც მიიღებთ თქვენ აქ. აი რაღაც იცით როგორი მომენტი არის, რომ მიდის, ეს მიდის უფრო მაჩვენებს, ხო? და მიდის რაღაცა. არა, შეიძლება ფიქრობდეთ თქვენ რა, აქ იცით როგორ არის? აი რატომღაც მოდის ვიღაცის სახლზე რა, შეიძლება სახლს შეიძენთ ვიღაცა. სხვათა შორის თუ დაუშვოთ თქვენ ვინმესთვის გინდათ რომ ფული მისცეთ, თქვენ გექნებათ, აი თქვა დაეხმაროთ ვინმე ნათესავს დაუშვოთ, ეს არ ვიცი ვიღაც მოდის ინფორმაცია, იცოდეთ რომ თქვენ მაგის საშუალება მოგეცემათ, ყველა ვარიანტში მოგეცემათ ეს საშუალება. აქ რაღაცა ის რა ქვია, так, მოიცადეთ, მაინც ეს რატომ აწუხებს მე ეს. შენ რას მე მიდიხარ თუ მოდიხარ? ოჯახში მიდის ფული. აჰა. კი ბატონო, კი. კი ბატონო, აქ ხა მუშაობდა ადამიანი. ანუ კაი რაღაცა შეძენა გაქვთ ხოდა შორის. ვიღაცა სახს შეიძენს, ვიღაცას რაღაცა სასიამოვნო შენაძენი ექნება უეჭველი. აქ რაღაც საგვარეულო გეხმარებათ, შეიძლება ზოგისთვის ვაფშე ძალიან მაგარი ფულის შემოვარდება, აი ძალიან მაგარი რა. ხო. აი ზუსტად ნახეთ, ვიღაცას ქონდა პრობლემა ოჯახში, უფულობა რაღაცა და ეს დასრულდება. კი.
აუცილებლად დასრულდება. ანუ როგორც თქვი, всё, არ მინდა დამატება, ახლა იგივეს დავიწყებ. всё, მივხვდეთ, ხო? აქ ძალიან დიდი ნაკადში გადიხართ. ნაკადი იცვლება საგვარეულო. ნახეთ, ახლა დააკვირდეთ, ვინც უკვე ჩემთან მადრიცა გააკეთა, ხო? თქვენთვის განსაკუთრებული იქნება ეს გზავნილი, ვისაც გაქვთ მეოცე ენერგიები და თქვენ თუ იყავით ჩემთან კონსულტაციას და მე გეუბნებოდეთ, რომ თქვენ უნდა გქონდეთ კარგი დამოკიდებულება, კარგი ურთიერთობა ნათესავებთან და თუ დაუშვოთ თქვენ უკვე ეს დაალაგეთ, იმიტომ რომ როცა მეოცე ენერგია პლუსში, ეს არის ძალიან მაგარი თემა, იმიტომ რომ შენ საგვარეულო გეხმარება, იმიტომ რომ შენ ეხმარები ნათესავებს, თქვათ, ხო? ანუ შენ მარტო შენთვის არ ხარჯავ, შენ აძლევ, ნახე, всё მივხვდი. შენ აძლევ შენს ახლობლებს, შენ აძლევ შენ ნათესავებს, შენს ნამუშევარს მარტო შენ არ ჭამ. ხოლო სწორედ გამიგეთ, მე არა მაქვს ლაპარაკი, რომ მთლიანად გასცეთ. მივხვდით, თქვენთვის თქვენ უნდა იყოთ კმაყოფილი, თქვენ კმაყოფილებაზეც ფიქრობდეთ, გაიგეთ რა ხდება? და ამ შემთხვევაში უკვე თქვენ საგვარეულო გააძლევს. ეს ასე მუშაობს, თქვენ მაგას კი ვერ ხედავთ. ანუ ნახეთ როგორ არის, თუ ესე იგი იმდენი შემოდის, რომ შენს კარგად ხარ და პლუს კიდე გაქვს იმის საშუალება, რომ გასა. ზოგჯერ არის მე მაგალითად ბევრჯერ მისინჯია, სხვა შორის მე ყველაფერზე სინჯავ, მე უკვე გეუბნებით, არაფერს არ გეუბნებით მე თქვენ რაღაცა მარტო თეორიას, მე ყველაფერი მოსინჯული. აი არის მომენტები, რომ სიტყვაზე რაღაცა გაქვთ, ან ხარ რომელიც აი განსაზღვრული, ხო? და უცბად თქვა დაჭირდეს სიტყვაზე ნათესავს, ხო? ასე დავარქვათ რა, ეს შეიძლება შვილიც იყოს, შვილი, შეიძლება დედმამის შვილი, შეიძლება, ну, короче. და ან თქვენ მოგინდათ რაღაცა მისთვის ყიდა, ან მოგინდა თქვათ მისთვის ფულის გაცემა, ხო? აი და გულით აძლევ და არ ნერვიულობ, რომ ეს დაუშვოთ, всё ახლა ამას მივცე მე რა გავაკეთებ, უფრო მეტი შემოდის. უფრო მეტად მიაქციეთ, ვისაც გაქვთ ეს მეოცე ენერგია, თქვენ შეიძლება გქონდეთ ეს როგორც დასამუშავებელი თემა, იმიტომ რომ თქვენ გაქვთ ეს მერყეობა. მივხვდით, გაქვთ თქვენ პროგრამები, ისეთი, რომელიც შეიძლება თქვენ დისონანსში ხართ, იმიტომ რომ არ მინდა, არ მივცემ კიდე იმათ, ვისაც აქვს ეს პროგრამა, რომ გეუბნებოდეთ დედმამიშვილებთან პრობლემები. ну, იცით თქვენ ახლა უკვე ვინც იყავით და აქ თქვენ ეთყობა იმუშავეთ, ყველა არა გაქვთ მადრიცა, ღმერთის წყალობით, მადლობა და დაამუშავეთ რაღაცები და აქ ნამდვილად ნაკადი მოდის, იმიტომ რომ არის ზოგჯერ ისეთი რაღაცა, რომ აზზე არა ხარ, რატო მაგ გაჩერებული ნაკადი, რატო არ შემოდის, ამ დროს უბრალოდ შენ ახლა ცუდი ურთიერთობა გაქვს შენ დედმამიშვილებთან, ამ ბიძაშვილებთან. აი ხო ვითომ სისულელია, გეფიცებით სულ ყველაფერს, ესეც შემოწმებული მაქვს, რომ ნამდვილად, აი რომ მithქვამს, რომ მიდი აი ასეკენი გამოასწორე რაღაც და ეგრევე ადამიანს ეცლებოდა სიტუაცია. აი ეს არის ძალიან მაგარი თემა. გამოდიხართ რაღაცა, აი აქ დაამუშავეთ რაღაცა, გაკვეთილი გამოიარეთ, თქვენ დაამუშავეთ რაღაცა, სხვანაირი მიდგომა გექნებათ ფულის სადმე, სულ სხვანაირად რაღაცა შეიძლება ისწავლეთ რამე, ხო? ან თქვენი დაუშვოთ ახლა გაიგეთ ფულის კარმა თუნდაც სიტყვაზე და აი აქ ძალიან მაგარი ცვლილება, აი ძალიან მაგარი ცვლილება არის. რაღაცა აი არ ვიცი, სასწაული. всё. და ურთიერთობა და რა მიდის? ну, ჩემო სიხარულებო, რა მიდის და მიდის ზუსტად ტრანსფორმაცია თქვენ აი აქ პრინციპში რაც თქვით ურთიერთობაზე, აქ თქვენ გადაწყვეტილებას იღებთ, რომ თქვენ გამოდიხართ რაღაც ისეთ ურთიერთობიდან, რომელიც შეიძლება ზოგი გამოდის სამკუთხედიდან, როგორც აქ ავღნიშნე, რომ აღარ გინდათ უკვე, всё მორჩა მე ეს დავსვი წერტილი. სხვა სამკუთხედი ჩემო სიხარულებო შეიძლება რა იყოს, არ არის აუცილებელი რომ დაუშვათ ეს იყოს, თქვათ, მესამე პირი შეიძლება იყოს სამკუთხედში და შვილი შეიძლება, ну, მე ვიზახე რომ მარტო თქვათ სოლი კი არა, ან საყვარელი ქალი, არა. ეს შეიძლება იყოს ელემენტარული სახლი, თქვა, დაუშვათ, ხო? თქვა, ну, არ ზოგი სამსახურის, ეგაც შეიძლება მესამე რაღაც იყოს ფაქტორი, ხო, მიხვდით? ამიტომ გეუბნებით, რომ ყველთან საჯარო გაშლაში მით უფრო.
ამიტომ თქვენ რაღაც ამოგივიდეთ ყელში. შეიძლება ზოგს ამოუვიდა ყელში, რომ მე არ მინდა ვიყო ეს დუმალი ქალი, ნამდვილად მე ბევრს ვფიქრობდი და რატო ვერ გავიგე და აი ეს მიდის, თქვენ უკვე დაასრულებთ ამას რა. დაასრულებთ და საერთოდ მე, გოგოებო, როცა შენ ხარ სამკუთხედში, ცოტა თქვენ თვითშეფასება მაინც დაფიქრდეთ, მოდით ასე რომ თქვა, დაფიქრდეთ რა, ყოველთვის მე როცა პირად კონსულტაციაზე მყავს გოგოები სამკუთხედზე, ძალიან ცოტა კიდე მწარესაც ვეუბნები, რომ ცოტა მივხვდნენ სად არიან. ხო და აი მithumetes ახლა მე ნამდვილად ახლა ჭკუას არ გარიგებ, თუმცა გარიგებ, რადგან ჩემ გაშლაში ხარ და ჩემთან ხარ, იმიტომ რომ არაფერს არ მოიტანს ეგა კარგს. აი არაფერ, ეს არ არის ბანალური სიტყვები, ეს არის აქსიომა. უბრალოდ გაკვეთილის გაძლევენ ზოგს კარმაშიც აქვს ეგ და ჩვენ ვნახულობთ ხოლმე როცა მატრიცას ვარჩევთ და გეუბნებით რომ დაფიქრდეთ. Так, всё. ჭკუის სწავლება პირად კონსულტაციაზე. რა მოდის. Так, რა მოდის. ეს რა მოდის აქა. გოგოებო, ვიღაცა შეიძლება თქვათ ყოფილმა მოიფიქროს დაბრუნებას. ფიქრობს ეგ ადამიანი. Так, მაგრამ აქ არის ეს არის მთავარი. შეიძლება, იცით როგორ არის გოგოებო? შეიძლება ელოდებოდეთ თქვენ. აქ ნახეთ რა ხდება. ეხლა რამდენიმე ვარიანტი იქნება. შეიძლება მეგობრებისგან თქვენ გაიგოთ რაღაცა, თქვა თქვენ ყოფილზე, რომელიც ახლა ჩუმად არის და არ მოდის. შეიძლება გაიგოთ, რომ ის ვიღაცა, თქვა ეს თქვენი პარტნიორი თქვა განიცდის რამეს. შეიძლება გაიგოთ ვიღაცა მოგიტანთ ამბავს, თქვა, ხო? შეიძლება იყოს აქ რომ ეს თქვენი პარტნიორი რომელიც ჩუმად იყო, შეიძლება მაგ ადამიანმა სხვათა შორის მოსინჯა რაღაცა სხვასთან ურთიერთობა, ან თქვა გაცნობა, მაგრამ მე რა მომიტანეთ. მაგრამ მიხვდა რომ შენ ხარ ყველაზე მაგარი, შენ ხარ ყველაზე კარგი, მარტო შენ მჭირდები, მიხვდით? Так, თქვენთვის ეს სიტუაცია რა? უნდა მიიღოთ? ჩვენ ხო ვთქვით რომ არ მიიღებთ. აქ შემიძლია გითხრათ რა, პრინციპში თქვენ თვითონ როგორც გადაწყვეტ, იმიტომ რომ მე ვერ გეტყვით რომ აქ რამე შეიცვლება. აქ როგორი სიტუაცია იცით? თქვენთვის რა არის აქ ახალი? აი ზუსტად იგივე კარტი მეორდება და მე შემიძლია გითხრათ ერთი რაღაცა. გოგოებო, თქვენ მიიღებთ გადაწყვეტილებას, მიიღოთ თუ არა ეს ადამიანი, მაგრამ მე როგორ მომდის, იცით რომ თქვენ პრინციპში აი აქ კარტი სისულელეს გააკეთებ, იმიტომ რომ ისე ვისი შენი თვირთი იქნება. მოვა თავისი манипуляციებით, მოვა თავისი იმით მე ვარ ყველაზე მაგარი, მე ვარ ყველაზე მაგრამ სერიოზული თემებით არ მოდის ეს ადამიანი. არ მოდის. ანუ შეიძლება ბევრი რაღაცა დაგპირდეს, შეიძლება გეტყოს რომ კი, შენზე ვიზრუნებ, კი შენ ასე ვიზავ, ისე ვიზავ, მაგრამ აქ თქვენ სამომავლოდ რაღაც ახალ შეხვედრას გიმზადებენ, უბრალოდ დროა საჭირო, ჯერჯერობით, იცით? დრო არის საჭირო. ცოტა დრო გინდათ და აქ უკვე ნახეთ ვარსკვლავი და მზის არკანი, ახალი შეხვედრა უნდა გქონდეს ვიღაცას. просто უბრალოდ ზოგი შეიძლება ინტერნეტშიც გაიცნო, ზოგი შეიძლება მანძილზე სადღაც თქვა, ცოტა კიდე დრო უნდა და всё რა, აი აქ ნახეთ როგორ ლამაზად არის, აი ისე არის რომ ქალი და კაციც რა ლამაზია. აქაც ცოტაც კიდე დაელოდე და вообще სხვა სიტუაციაში იქნები. ცოტა დაელოდე და შეიცვლება შენი პირადი სიტუაცია რა, იმიტომ რომ ეს ყოფილია მარტო შეიძლება კი ბატონო. გოგოებო სამკუთხედი იცია. აქ გამოდის ვიღაცა სამკუთხედან. და სხვათა შორის ეს ახალი სიყვარული შეიძლება ისეც დაგეხმარება და ისეც გამოგიყვანთ.
და თან რა საინტერესოა, იცით, ახლა ეს სიყვარული რო შემოვა, ისეც თქვენი აი აქ რო ძინავს, მაშინ გამოჩნდება, მაგრამ უკვე შეიძლება დაჟე გვიანი იყოს და აქ შეიძლება არჩევანის მომენტზე დადგე, კი? აი ნახეთ როგორ პენტაკლების მეფე მოდის თქვენთან. ამას თქვენ ეს იქნება მონათესავე სული. მონათესავე სული ადამიანი, რომელსაც თქვენ ელოდებოდეთ გულით, სულით, მაგრამ ვერ ხედავდით. ან ის ვერ გხედავდა თქვენ. აჰა, მაგრამ გითვალ თვალებს. და ეს არის ადამიანი, აქ მოდის ახალი. გოგოება, ენერგია. მოდის ადამიანი ძალიან სერიოზული, შეიძლება თქვენზე ცოტა დიდი იყოს ასაკით, მაგრამ ძალიან ასეთ ადამიანი, რომ თქვენ ამას რო დაენახავთ, მიხვდებით რომ გიცანი. ძალიან ცოტა ვინმესთვის იყოს ეს ადამიანი, რომელსაც თქვენ უკვე იცნობთ, შეიძლება გრძნობთ, მაგრამ ეს ადამიანი დიდი ხანია თქვენ გითვალ თვალებს, სადღაც. დიდი ხანია. და ძალიან მოწონ ხარ. აი სუმცირე მოწონ ხარ, უზომოდ მოწონ ხარ ამას. აი ძალიან, მაგრამ აი даже ზოგისთვის შემიძლია თქვა გრძნობა. მოდით მაინც გითხოთ, აი უფრო იცნობს თუ არა. გოგოებო, აქ არის როგორი სიტუაცია და ბიჭებო, შეიძლება სადმე გქონდათ დაუშვოთ შეხვედრას, აი სადმე. მაგრამ ეს როგორი მომენტი, იცით, აი იმიტომ რომ ეს ექსიანი შეიძლება იცნობთ, მაგრამ რო გითხრათ რამე ურთიერთობა ქონა, არა, შეიძლება даже აი შეიძლება ვიღაცას დაუშვათ ინტერნეტში თქვა, დაუშვათ დაგინახიათ, მაგრამ სახე მისი არ ვიცი. ანუ რო გითხრათ, რო თქვათ, ეხლა თქვენ ამას იცნობ და მასთან დაუშვათ ურთიერთობა აქ ისეთ რა მოდის, ვაიმე რა საინტერესოა, ვისაც გქონდა თქვენ ჩაფიქრებული და წერდეთ, თქვა და აღწერილი ყავდა თქვენი პარტნიორი, რომელიც თქვენ გინდათ, როგორი გინდათ რომ იყოს, ეგ არის. და შეიძლება გაუცდებით სხვათა შორის რომ შეხვდებათ ეგ ადამიანი რა. აი ხო მე ვასწავლი ხოლმე რომ ჩაწერეთ რა, ანუ დაახლოებით როგორი თქვათ, ეხლა ადამიანი აღწერეთ რა. აი თუ ვინმე ამას აკეთებდა, ეგეთი პიროვნება იქნება ხო მართალია? გოგო, ისეთ რა არის ჩემი სიხარულებო, კიდე ვიმეორებ საჯარო გაშლა ვიღაცასთან შეიძლება იყოს ადამიანი. Короче, აქ ვიღაცა მიიღებს მაინც მძველს, მაგრამ მე ეგრევე გაფრთხილებ აქ მერე დაასრულებ. მოდის ახლა ძალიან მსუბუქ ენერგიებით რა, არ მოგეწონებათ, მაგრამ ამავე დროს პარალელურად შემოდის კიდე ადამიანი, გესმით? იმიტომ რომ აქ სულ ისე მაჩვენებენ, რომ ეს თქვენი აქ გამოჩნდება მაშინ, როცა თქვენ გაიცნობთ ამ ვიღაცას. არა ეს მოულოდნელი, ეს როგორი თემა არის, იცი, არ მჯერავს. აი რაღაც სისულელეს მეუბნებიო. ისეთი პიროვნება გამოდის რა. მარტო არის ეს პიროვნება ერხლა, მარტო არის და იმის ცხოვრებაშიც ბედი იცვლება. ამ ადამიანმა ეხლა დაასრულა რაღაცა ურთიერთობა. დაასრულა ამ ადამიანმა რაღაცა ურთიერთობა. და მაგის ცხოვრებაში მიდის ნახეთ რამხელა ცვლილება. კი ბეტონო, ეს მე შეხვედრა. ეს ადამიანი გითვალთვალებს უეჭველი. აი გამოჩნდება. ელოდეთ თქვენ, იმიტომ რომ აქ ურთიერთობაში მიდის თქვენთან ტრანსფორმაცია. ისევ, აი აქ ტრანსფორმაცია. всё, იმდენი გელაპარაკეთ, რომ რა ვიცი, გელოდებით კომენტარებში ჩემო სიხარულებო. მომწერეთ ეს ფორმატიც თუ მოგწონდა, ისიც მომწერეთ თუ რეზონირდა. მე გაშლა არის რაღაც უნიკალური, მე მომეწონა.